ქალი, რომელმაც უარი თქვა ბედნიერებაზე, რომ სხვისი ოჯახი არ დაინგრია. მე ვარ ნინი, ეს არის ჩემი ხმა, განადგურებული, მაგრამ სუფთა. 2017 წელი იყო, აგვისტო. ზღვაზე გავიცანი ერთი ბიჭი, სახელად გიგა. არაფერი მეგონა, არც ის რომ ეს კაცი ჩემ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა, არც ის რომ ეს სიყვარული თითქოს უცოდველად მზის შუქზე ამოხედგა, ბოლოს ტალახში ჩამარხავდა ჩემს არსებობას. უბრალოდ ვესაუბრეთ ერთმანეთს. ის სასოწარკვეთილი იყო, სევდიანი თვალებით მიყურებდა და გულით ლაპარაკობდა. გიგას ყავდა ცოლი, ცოლი, რომელიც ყველაფერს ითვლიდა, გარდა სიყვარულისა. ფულით ჭრიდა ურთიერთობებს, ანგარიშით აშენებდა ოჯახს. მისთვის გიგა მხოლოდ ფული იყო, არა ადამიანი. გიგა იმ სახლის პატიმარი იყო, პატიოსანი, დატანჯული ქმარი, რომელსაც ყოველდღე ღალატში ადანაშაულებდნენ. უჩვეულო საჩუქარიც კი ებრალათ, ეჭვიანობდნენ, სად იშოვე, ვისთვის, ვისთან იყავი, არა და არაფერს აშავებდა. მე მაშინ უბრალოდ ვუსმენდი. მეგონა დროებითია, მეგონა დაგროვილი უნდა ვინმეს გაუზიაროს. გიგა მადლიერი იყო, მეუბნებოდა რომ ჩემთან პირველად იგრძნოს იმ შვიდე. თავისუფლად, ტკივნეულად, მაგრამ გულწრფელად სუნთქავდა. მეც შემიყვარდა, ისე რომ არ მინდოდა მებრძოლა საკუთარ თავთან, ღმერთთან, სინდისთან. არ მინდოდა ოჯახი დამენგრია, არ მინდოდა მამა-შვილებს დაკლებოდა. ხშირად ვეუბნებოდი, იქნებ ცოლი უკეთ გაიცნო, იქნებ სიყვარული დაგიკარგავთ, მაგრამ ჯერ არ არის გვიანი. მაგრამ მის ცოლში არ იყო არც სინათლე, არც სითბო. იყო მხოლოდ ანგარიში, წყენა და მუდმივი შხამი. და როცა ვეღარ გაუძლო, მითხრა, შენთან მინდა ნინი, შენი თვალები მშველის, შენი ხმა, შენთან სიცოცხლეა, შენთან სიყვარულია, შენთან თავს ბედნიერად გვგრძნობ. მე კი მართლა არ მინდოდა მისი ოჯახის დანგრევა. გავწყვიტე, თავს ვარიდებდი. 1000 მიზეს ვიგონებდი, ვეუბნებოდი რომ ვერ ვნახავდი, ვერ გავუძლებდი იმ ქალის ცრემლს, ტანჯვას, როგორი ცივიც არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ გიგა არ ჩერდებოდა. ერთ დღესაც მოვიდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა, ნინი, ერთად დავაშენოთ სიცოცხლე და მეც დავთანხმდი. რატომ დავთანხმდი? მიყვარდა. გიგამ ბინა მიყიდა, ავეჯი შევიძინეთ, ფარდებიც კი ერთად ავარჩიეთ. პატარა სამყარო შევქმენით, თბილი, ტკივილით გაჯერებული, მაგრამ ნამდვილი. ერთი წელი ვიცხოვრეთ ბედნიერად. მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. მისმა ცოლმა ყველაფერი გაიგო. არც ხრიალი დაუშურებია და არც შურის ძიება. მოვიდა იმ სამყაროში, სადაც გიგამ პირველად იგრძნო თავი ადამიანად. გაგრძელება იხილეთ ჩემს YouTube არხზე. წერთ კომენტარებში რომ ვერ გიპოვეთ. ჩაწერეთ ქალი, რომელმაც უარი თქვა ბედნიერებაზე. დაბურეკე ალქაჯს, ანუ გიგას ცოლს. ნაწილი მეორე. გიგას ნაყიდი ბინა, მის ცოლს გადავუფორმე, ყველაფერი უკან დავუბრუნე. გიგა ხშირად მწერდა, მე მუდარებოდა. ნინი მაპატიე, შენს გარეშე ცარიელი ვარ, განადგურებული ვარ, მაგრამ მე გიგას აღარ უპასუხობდი. არც ბავშვი ვაჩვენე, აღარ მჯეროდა მისი ცრემლები. დრო გადიოდა. წვალებით დავიწყეს სწავლა. ბოლოს კარგი განათლება მივიღე, სამსახური ვიშოვე. პატარა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, მაგრამ შვიდად. ყოველდღე ვუთმობდი ჩემს შვილს გულს. ის ჩემი სიცოცხლის მიზეზი იყო. გიგა კი ეძებდა თავის თავს, მაგრამ ვერ პოულობდა, ვერც მე და ვერც საკუთარს. მას სიყვარული აღარ ქონდა, არც ჩემი და არც სხვისი. ცოლის ჩრდილში ჩარჩა. ის კი ბოლომდე წევდა მის სულს, ფულს და დროს. ბოლოს დაეცა, დალევა დაიწყო. გახდა მაწანწალა, აღარ ქონდა სახლი, აღარ ჰყავდა მეგობრები. დარჩა ქუჩაში, მარტო გალოთებული. მე დავჭი შვილით, განადგურებული, მაგრამ ძლიერი. მარტო, მაგრამ სიყვარულით სავსე. ქარიშხალში, მაგრამ ფეს გადაგდებული. გიგა ვერ გახდა ადამიანი. მე კი ამ ნანგრევებიდან ავაშენე ცხოვრება. და ახლა როცა ჩემს შვილს ვუყურებ, ვიცი რომ ღირს, ყველაფერი ღირს. არ მაქვს ფუფუნება, არც დიდი სახლი, არც ოქრო, მაგრამ შვილი, ჩემი სამყაროა. გიფიქრია, შენ რომ ნინი იყო, შენ რას იზამდი? დავიბადე უკრაინაში, გავიზარდე ბათუმში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შუქი არ იყო საქართველოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უდარდელი ბავშვობა მქონდა მეხუთე კლასამდე. მაგრამ სულ მაინტერესებდა, ვინ იყო მამაჩემი, რადგან დედის გვარზე ვარ. ბევრი კითხვის მიუხედავად ვერასოდეს გავიკე სიმართლე, ვინ იყო ის. პატარა რომ ვიყავი, დედა მეუბნებოდა, რომ მამაჩემი იყო მეზღვაური. წამოვიზარდე და ეს ეგრეთ წოდებული მეზღვაური მამა გახდა პიანიცა. დედა ჩემს ქუთაისში ყავდა ნათრული. ის გოგო ჩამოდიოდა ბათუმში თაქალებთან ერთად დასასვენებლად. ერთ დღესაც დედაჩემმა გადაწყვიტა ქუთაისში გადასვლა. მე კი წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა ქუთაისში ცხოვრება. მაგრამ არ დამიჯერა დედამ, ბათუმში გაყიდა ბინა და გადავედით ქუთაისში საცხოვრებლად. ზუსტად ქუთაისში დაიწყო ჩემი ტანჯვა.
და დამთავრდა ჩემი ბედნიერი ბავშვობა. სანამ ფული გქონდა, მანამდე იყო ჩვენთან ის დედაჩემის ნათლული. ფინანსურად რომ გაგვიჭირდა, შემდეგ მიგვატოვეს. ამასთანავე გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა. სულ მეჩხუბებოდა დედაჩემი. აღარ სჯეროდა ჩემი არც სიმართლის, არც ტყუილის. დედას პატარა ბიბლიოთეკა ჰქონდა. თემა მქონდა დასაწერი და წიგნს ვეძებდი ბიბლიოთეკაში. შემთხვევით ვიპოვე კონვერტი, სადაც ეწერა, რომ ნაშვილები ვარ. ისევ დავაბრუნე თავის ადგილზე. მაგრამ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. არ უნდა დამედო თავის ადგილზე. ბევრი ვიტირე, თითქოს ვერც ვიაზრებდი, რა ხდებოდა. ვერც გავაცნობიერე თუ რა გავიგე. 6 წელი ვიცხოვრეთ ქუთაისში. მახსოვს, მხოლოდ 50 თეთრი მქონდა. სკოლიდან დაბრუნებულს პური უნდა ამეტანა სახლში. მაგრამ ეს 50 თეთრი დამეკარგა. სახლში ვერ დავბრუნდებოდი. დედა ჩხუბს დამიწყებდა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმ ჩხუბს მაინც ის ვარჩიე, რომ ვიღაცისთვის მომეთხოვა. ბევრმა ჩამიარა, მაგრამ ვერ მოვახერხე თქმა. ბოლოს გავბედე და ერთს ვთხოვე, მითხრა არ მაქვსო. მეორემაც, მესამემაც. ბოლოს ერთ კაცს ვთხოვე. თან სახლშიც მაგვიანდებოდა. დედა დაგვიანებაზეც წამეჩხუბებოდა. და იმ კაცმაც უარი რომ მითხრა, ხმამაღლა ტირილი დავიწყე. იმ კაცს შევეცოდე. 45 თეთრი მაქვს, პურს ეყოფაო. მეც გახარებულმა გამოვართვი, მადლობაც გადავუხადე. გახარებული გავიქეცი სახლში და ავიტანე პური, რომ დედას ჩემთვის არ ეჩხუბა, სულ უმიზეზოდ მეჩხუბებოდა. სხვის გამო მე მადანაშაულებდა, სხვა ბავშვი გამოყავდა მართალი. დედამ ბოლოს გადაწყვიტა, რომ გაიყიდა ქუთაისში ბინა და დაუბრუნებულიყავით ბათუმში. ის ბინა ძლივს გაიყიდა, მეც სკოლა დავამთავრე. დაუბრუნდით ბათუმში, მაგრამ იმ თანხით ბინა ვერ ვიყიდეთ. მხოლოდ ვიგირავეთ ბინა. მე რაზეც მინდოდა, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, დედამ იმაზე არ ჩამაბარებინა, რაც თვითონ უნდოდა ის გამაკეთებინა. ყოველ ჩხუბზე და კამათზე მახსენდებოდა, რომ ვიყავი ნაშვილები, მაგრამ მაინც არ მეჯერა. ამ ჩხუბში, კამათში და წყევლაში გავიდა 4 წელი. უნივერსიტეტი დავამთავრე. დავიწყე ჯერ ძიძად მუშაობა, შემდეგ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად. ერთ დღეს რომ მივედი სახლში, დედა ძალიან მეკამათა. მიზეზი იცით რა იყო? სამსახურის გასაღები რატომ წაიღო სხვა და არა მე. მე უკვე ამ ყველაფრის ატანა აღარ შემეძლო და სახლიდან წავედი. ეხლა რასაც ვიტყვი, შეიძლება გამაკრიტიკოთ. ამ დროის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ ვარ განსხვავებული ორიენტაციის. ვარ ქალი და მომწონს ქალები. სახლიდან რომ წავედი, მეგობართან მივედი, 10 დღე დავრჩი იქ. თურმე დედაჩემს პოლიციაში განუცხადებია ჩემი წასვლა და მეძებდნენ. მე კი ამ პერიოდში დედაჩემის ნათესავებთანაც ჩავედი. მას ვკითხე, თუ ვინ იყო მამაჩემი, მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა. თუ იცოდნენ და არ მეუბნებოდნენ. 15 დღის შემდეგ დავბრუნდი სახლში. ერთი თვე დედა მშვიდად იყო, არ მეჩხუბებოდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ დაიწყო. უმიზეზოდ ჩხუბი ყველა მეგობარს, დაქალს თუ ძმაკაცს ჩამომაშორა. თუმცა არ იცის ჩემი ორიენტაციის შესახებ. გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. წლები ერთად ვიყავით, შემდეგ გათხოვდა. მეც ერთ ფიცს მოვწონდი და მას გავყევი ცოლად. უსიყვარულოდ ვცხოვრობდი მასთან. 6 თვის ორსულად რომ ვიყავი, ეხოსკოპია მაჩვენა, რომ ბავშვი ავადმყოფია. ეს რომ ჩემ მეუღლეს ვუთხარი. თუ ბავშვი ავადმყოფია, ჩემი არ არისო. დედამთილმაც მითხრა, მოიშორეო. მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. ბავშვი დაიბადა ჯამრთელი, მადლობა უფალს. დედა ხან მშვიდდებოდა, ხან ისევ ჩხუბს და წყევლას იწყებდა, მაგრამ ბავშვის გაზრდაში მაინც მეხმარებოდა. ასე გადიოდა დრო. ჩემმა მეგობარმა ერთი ჯგუფი გამომიგზავნა სოციალურ ქსელში, სათაურით ვეძებ. ვკითხულობდი პოსტებს და ყველა პოსტში ჩემ თავს ვეძებდი. იმ იმედით, იქნებ ვინმე მეძებს. ერთ დღეს მეც დავწერე პოსტი, რაც ვიცოდი. ერთი გოგო გამომეხმაურა, რომელიც ნათესავს ეძებდა, მაგრამ მე არ ვიყავი ის ნათესავი. დავმეგობრდით, რაღაცეებს ვეძებდით, ვიძიებდით. გამახსენდა დაბადების მოწმობაში, ვინც წერია, იმ ადამიანს ვიცნობდი. ძიებაში მის სანათესაოს მივაგენით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იყო ჩემი ბიოლოგიური მამა.
ამ გოგოს დაჟინებული თხოვნით გავიკეთე ტესტი. იქნებ ვინმე ნათესავი მაინც მეპოვა. ჰოი საოცრება, 1%-ითაც კი ქართველი არ ვარ. ამის შემდეგ კი მართლა დავწმუნდი, რომ ნაშვილები ვარ. გაკითხვა გამოკითხვაში, სანაცნობოში, პატარა ინფორმაციაც მოვიძიეთ, მაგრამ ხელმოსაჭიდი არაფერი. შეიძლება იკითხოთ, ეხლა რას ვშვები? არაფერს, არაფერი არ შეცვლილა. ისევ წყევლა, ჩხუბი, კამათი. მხოლოდ და მხოლოდ მაბედნიერებს ჩემი შვილი. ჩემი შვილი 10 წლის არის. ყველა ადამიანს გვაქვს იმის უფლება, რომ გავიგოთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, ჩვენი ფესვები სად არის. სამწუხაროდ, დედა ჯერ ვერ ავალაპარაკე.